საღამოშვიდობის აპატიონ ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა საუბარი მოძღვართან. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდება ქუთათელ განათელი მიტროპოლიტ ივანე. დაგვროცეთ თქვენი მოფება. ერთად დაგვროცეთ. მეუფე დღესასწაულები იყო. გუშინ სულთმოფენობა იყო დღეს სამების დღესასწაულია და ამაზე რო ვისაუბროთ ჩვენ ტელემაყურებლებს. დაწყებული მათხოვრის აღდგომიდან სულ დღესასწაულია. 40 დღე უფალი ეცხადება თავის მოწაფეებს აღდგომის შემდეგ და მოდროს ასწავლის. მაგრამ არ არის საკმარისი ციტის სწავლება. აღდგომა დრეთით არ ესმოდათ, მაგრამ იხილეს და იწმუნეს. მაგრამ აღდგომით არ ვთავდება ის მისია ადამიანის კაცობრიობის უფალთან დაბრუნების და შეერთების. და საღვთისმსახურებში არის მათხოვრის ამაღლებასთან დაკავშირებით სიტყვები, რომ კაცობრივი ბუნება შემხრებზე შენ იტვირთეო შემხრებზე და მიგვარე მამას შესაც რომ მოხდეს გამოხსნა კაცობრიობისა. ხოლო ამის შემდეგ ეს ღვთისმსახურში დარგენება უცოდველი კაცობრიობის ბუნების აღდგომილის აღურთობილის ბუნების კაცობრიობის და რომ ადამიანმა შეძლონ იგივე საჭირო იყო მათთვის ძალის მიცემა და ეს ძალის მიცემა სულწმინდის გარდამოსვლა მოციქულებზე და მოციქულების ქადაგებით და მოღვაწეობით და სასწაულს მოქმედებით ეს მადლი გადაეცემა სხვა ადამიანებს, ვინც ირწმუნებს მათთან ერთად. სახარება ვაუწყებს ჩვენ რომ უფალი აღდგომის შემდეგ რამდენჯერმე გამოიცხადა სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა დროს და ჯერ მენსაცხებდედებს გამოიცხადა ემოვის გზაზე ლუკას და კლეოპას, მე 11-ს გამოიცხადა, ცალკე თომას გამოიცხადა და ბოლოს ამაღლებამდე ცოტა ხნით ადრე კიდევ დამჩენებს ყველას გამოიცხადა უფალი. და გამოცხადების დროს კიდევ ერთხელ დაარწმუნა რომ ეს უფალია ეს და აჩვენა ხელის დამშრალული გვერდი და გაუხარდათ რომ ეს ყოველი უფალო მათთვის აღარსულა, მათ აღსაზრდელად და თანასწორად იმ დიდი სასწაულისა ახადა ისინი და უფალი მიმართავს მშვიდობის სულით, თქვენდა, მშვიდობა ყოველთა და შემდეგ შებერა მათო და მიიღეთ სული წმინდა. ისაც მიუტევთ, მიეტევება. ის არ მიუტევთ, არ მიეტევებაო. აი ეს არის ესეთი უმთავრესი მისია, რომ თვითონ ადამიანს შეუძლებელია დაძევა თავის დაცემული ბუნების გამოხსნისგან. და მაგრამ ღვთისათვის და ღვთის მიერ შესაძლებელია და უფალი ამიტომ რომ მიიღეთ სული წმინდა. მაგრამ ეს სული წმინდა გარდამოს შემდეგ 40 დღის შემდეგ გარდამოვა უფალი ამაღლდება ზედმეტ 40 დღის შემდეგ გავა კიდე 10 დღე და გარდამოდის სული წმინდა მათზე. ანუ ეს მადლი ცოდათა მიტევებისა მარტო ღმერთს შეუძლია ღმერთო მისცა ადამიანებს. არა უბრალოდ ადამიანებს არა. მის ერთგულ მოწაფეებს. მათ გამოუცხადა ეს, მათ უთხრა და მათ შეკრებილებს მოუვლინა სული წმინდის მადლი. თეთრის ენების სახითო. ეს ამით გამოიქვა ბუნება ღვთისულისა. ნათელიც არის და ცეცხლოვანი არის. ნათელი გონების და გულს გასანათებლად ცეცხლოვანი ცოდების აღსახოცელად და
განწმენდათ როგორც ხდება გაწმენდა მადნისა მინარევებისგან და სუფთა დამაჯაღლო რომ მიიღოს შედეგად გამოცდისა. აი ამას დღესასწაულობს ეკლესია და გვახსენებს რომ თავარი არის მიღება ღვთის მადლისა. დანარჩენი ხოლმე უნდა ემსახუროთ ამას. თქვენი ზნეობრივი ცხოვრება, სულიერი ცხოვრება, თქვენი ხილავებთან, შინაგანი ბრძოლა საკუთარ თავთან, ნაცნობ ბუნებასთან ძლევა ღვთის წყალობით და თავისი თხოვნა ვედრებით სულვილით თუ არ მიეტევა ადამიანს ცოდები სხვასაც ვერ მიუტევებს და სუთხრა მოწაფეებს მიიღეთ სული წმინდა და ვისაც მიუტევთ მიეტევებაო ანუ სულის გარეშე მიეტევება არ ხდება მაგრამ ჯერ დაასწრეს იგი სამდელო საეკლესიო იერარქია ის მიერ მოციქულები ეპისკოპოსები სამდელო დასი მე პრევლი აი სხვადასხვა ნიჭი დაჯილდოებული მაგრამ ეს მადლი თუნდაც მიტევებისა ხალმა მისცა მოციქულებს იგი იმ საშუალო დასს რომელიც დადგინა ეკლესიაში როგორც პავლე მოციქული აუცო ერთად პირველად დადგინა ეკლესიაში მოციქულები წესა მეწყვილდი მოძღვარნი და მე სხვადასხვა ნიჭი დაჯილდოებული ადამიანები მაგრამ ეს საიდუმლო თუნდაც მიტევებისა მიაჭეს საშუალო დასს და არა ნებისმიერ ადამიანს როგორც ზოგიერთი პროტესტანტული მდერობის ქადაგებენ რომ თვითონ ადამიანს შეუძლიათ ხო აწე ხელები ითხოვე და მოგიტევებაო და უფალმა დაადგინა მიმტევებლად ხოს და შენ იმის იგნორირებს საკეთებს რაც უფალმა მოგცა და მაშინ უფალი როგორ გაშეისმა შესაძლოა შენ უფლის მოცემულ თუ არ ყოფ უარყოფ ხო ასე თქვენ მოფებ შეიძლება ერთი კითხვა რომ დაგისვათ ისეთ საკითხს მივადგეთ აი ჩვენ ცხოვრებაში ხომ არიან ადამიანები თქვათ რომელიმე მღვდელზე იტყვის ან არ მომწონს იგივე არ ცხოვრობს სწორად ან რაღაცა მიზეს მოიყვანს და მე აი ღმერთი მწამს მაგრამ ეკლესიაში არ დავდივარ მე ღმერთი ისედაც აი ამ საკითხზე ისედაც მომიტევებს აი თუ ხდება ისე მიტევება მე რო კაცმა თქვას უფალო შემეწყალ და მიუტევებს უფალიც ახსარება რო არ ჩააბა მაშინ თუ შესაძლებელი იყო რატომ და მიეცა მოწაფეების რატომ და დაიარსებიას და მათ უთხრა ვისაც მიუტევთ თქვენ ვისაც მიუტევთ მიიღეთ სული წმინდა და ეს ადამიანები ახლა მან უკვე მიიღოს სული წმინდის მადლი გარდამოვიდნენ მაგრამ სული წმინდა ხო მაშინ რატომ დაარსა ყველაფერი პირიქით თუ შენ არ იყვაწე წმენით თუ შენ ვერ შეიძლება თავის დამდაბლება თუ დამიტევება თუ შენ თვითონ არ განიწმინდე სხვას როგორ მიუტევებ ამიტომაც აუცილებელი იყო უფლის მოსა ქვეყანაზე რომ ცოდი დაცულ ადამიანი სხვა ადამიანს ვერ იხსნიდა თვითონ თავის ვერ იხსნა და აი გახსოვთ მაცხოვრე გოლგოთაზე ჯვარს აცვეს და სინოდე და სხვას აცხოვნებდაო და თავი აცხოვნოსო მაგრამ კი რიგით ადამიანთა მიმართ ესეა შენ თავს ვერის სხვას როგორ დაეხმარები მაგრამ ჯვარცმული ქრისტეა დეხვისა უცოდველი ბუნება კაცობრიგი უსამართლოდ ამიტომ შეხთაებრივი ბუნებით კაცობრითან ერთობაში ამიტომ გატოლება თავის უფალთან დიდი კარიერებაა დიდი ამპარტავლებაა და უბედურება ვითხოვდი რომ შეუძლებელი ადამიანი თავისში ვერ გზობდეს თავის ცოდვებს ან სისუსტეს და არ ნანობდეს ამას მოჩი არ გამოხატოს ეს და მე ეცადე დაივიწყოს ეს თვითონ ჩაიდინა და თავი იმართლოს რაღაცა გადაბრალებით სხვაზე და თუ კი შენიცი რომ ცოდვაში ხარ სხვას როგორ მიუტევ ცოდვას შენ მიტევა შეგიძლია
გამოხსნა შეგვიძლია. და ამიტომ ეს გახთობა სხეულისა ხდება მუდმივი მარადიული ესეთი ღვაწლით, შრომით და ღვთისმშეწევით. როცა მოციქულებმა კითხეს, რომ რა ძნელი ყოფილა თხოვნება მისთვის არის შესაძლებელია და კაცსაც შეუძლებელია უყურებს. ღვთის მიერ შესაძლებელია. თუ მიზანია რომ ჩვენ ღვთის საქმე ცხოვრებით იცხოვრო, ღვთის ნება იმეცნებდა შენ ყოველდღიურ ცხოვრებაში და იმას ასრულებდა. უფალი რას გიგზავნის შენ დასაცხოვნებლად. თუ ხარება იქნება, შეიძლება დამძაბლება იქნება, შეიძლება კი ბედნიერება იქნება, თუ ბედნიერებას ხანდახან სასურია, გონია რომ ყველაფერი კარგად არის და გავიწდება, ცოდვები მაინც გაგშენ. შეტევები. ასე რომ ნუ ვინ იტყვის, რომ მას შეუძლია თვითონ თავისავე აცხონოს. მაცხონებელი ღმერთია. მე ვფიქრ დღესასწაულია კიდე დღესაც, სამების დღესასწაულია და ამასთან დაკავშირებითაც რომ მაშინ შეგიძლიათ რომ დასაბამიდან დავიწყოთ. დიახ. როდესაც ღმერთი ქმნის სამყაროს ეს მოსე პირველი წიგნი, ანუ ბიბლიის პირველი წიგნი, თავის პირველი მუხლი ამით იწყება. ქნა ღმერთმა სადა ქვეყანა. დასაბამად ღმერთმა სადა ქვეყანა. გარშემო დაზენს შემდეგ მუხლში და სული ღვთისა იქცევა ზედეთ ყავთავ. ეს ბუნება ქონდა ნივთიერებას, უფორმოა, განზავებული მთელ სამყაროში და სული ღვთისა ზედ იქცევდა. ანუ ხდება ცხოვრყოფელობას მინიჭება ამ ნივთიერი საწყისისა. როგორც უშულოც არის და უსიცოცხლო არის. მაგრამ უკვე იმ უსიცოცხლოშიც კი უკვე თავის წესია. ეთქოთ ახლა მეცნიერები ფიზიკოსები სწავლობენ, ბირთვული ფიზიკის სპეციალისტები. კარგად იციან, როგორი სტრუქტურა ელემენტარ ნაწილაკებს. იქ თავიდან იგოთ ატომი, ატომში აუზებს ბირთვი და ელექტრონები, მე კიდე იმეზონები, მე გადავიდა უკვე უფრო ასეთ მიუწვდომელ თვალით და იქ უკვე თქვენს ამას კვარკები დაარქვეს, ესე იგი არა თლიანი ნაწილაკია, არამედ წილადით არის. ანუ კვარკით ვერ ხსნია მაინც აგებულებას, ბოლოს ფერი დაარქვეს და ორი ფერის შეერთებით ხდებოდა უკვე კვარკისა და ბოლოს ფიზიკოსი იყო, მე გარდაიცვალა. ფიზიკურად მდგომარეობაში იყო და მაგრამ გონება საერთოდ ჰქონდა. ბოლოს მან ანუ აპარატურას ვეღარ აფიქსირებდა. მათი გათვლებით რომ დასრულებული იყო ეს სურათი. უნდა იყოს ღვთიური ნაწილაკი, საიდანაც ეს ყველაფერი იწყება. და თვითონ ღვთიური ნაწილაკი. და აი ეს წესი კი ამ უშულო ნივთიერ სამყაროში კი არის და შემდეგ ცხოვრყოფილობა სულიწმის გარდამოსვლა სულიწმის ეგრევე წალთა ხდება რა მიკრობები, ანაერობული მიკრობები, შეეული მიკრობები, ბაქტერიები, ბაცილები და ანუ უკვე ცოცხალი რაცა საწყისი არის და შემდეგ უკვე ჩნდება შემდეგ ეტაპებზე უკვე ახალი ქმედებები ცოცხალი და მცენარეები, შემდეგ თევზები, ფრინველები, ცხოველები, ადამიანი. და აი ეს შემოქმედება ყოველთვის სამება მონაწილეობს. დასაკვა ღმერთმა და სული ღვთისა და თქვა ღმერთ ეხეს ნათელია. თქვა ღმერთა სიტყვა ღვთისა, ლოგოსი, ძე ღვთისა, სული წმინდა, სული ღვთისა და ღმერთი. ანუ სამყაროს შემოქმედებაში სამება მონაწილეობს. ასე ადამიანის თოლის გამო დაეცა სამყარო დასულ სამყაროს ადამიანს ყოველთვის სამების ძალისხმევით ხდება. ლოგოსი ღვთის სიტყვა ღვთისა, ძე ღვთისა მოვლინებულია ქვეყანაზე. მან ასრულა მისია, მაგრამ არ არის საკმარისი, რაც მან ასრულა გამოსყიდვა ცოდისგან მოხდა. კაცობრიობის ზედათამაღლება მოხდა, მაგრამ
კაცობრიობისათვის რომ იცხოვროს საჭირო მესამე იმპოსტαση სულწმის მადლი და ესე დეფინირებს ანუ დაცემულის აღდგენაში ყოველდღე სამი მონაწილეობს აი ეს ციკლი ადამიანიდან სულთოფენობამდე არის აი რაცო დაცემიდან აღდგომამდე და სათავეში ყოველდღე სამება და დაგირგინებული ყოველდღე სამის მიერ ამიტომ პროცესზე ესასწავლებს ამას. აი რატო ხდება რომ ადამიანებს ეჭვიეპარებათ ზოგი ჭეშმარიტ სარწმუნოებაშია და შემდეგ ტოვებს ამას და გადადის სხვა სარწმუნოებაზე აი სხვა რწმენაზე და ზოგი გათხოვდა ქმარი მუსულმანი ყავდა გადავიდა მის სარწმუნოებაზე და ამ ჭეშმარიტ სარწმუნოებას ვერ აფასებენ და ზოგი რა ვიცი კიდე ბუდიზმზე ფიქრობს ზოგი რა ვიცი სხვადასხვა იმაზე და ეს თავიდან თავი ურწმუნოების ბრალია ხო ყველაფერი არ ცოცხლის არსებითად ვერ იწმუნეს ისაც მათ მიიღეს და როგორია თუ გახდნენ ქრისტიანები ազատ კარგად შეთვიცებობა ადამიანისა რომ მას უნდა მოერგოს მას როგორც უნდა და თვითონ მოერგოს ღვთის სიტყვას რატო მოერგოს თუ ფას არ მსგავსები ვერ ცხონდები და შეიძლება იცვლი ჭეშმარიტ სარწმუნოებას ღვთისმოძებულ სარწმუნოებას იცვლი და აი უფრო მოგწონს სხვა ის შეგან აკლებს ითხოვს ამ ზოგს უყურს პირით კაცად ითხოვს მაგრამ ეს ადამიანის დაიწყება არის იმას გააზარმაცებს ეფერება ყოველ კარგად არის და ჩახუდებულია უკვე მასურთან მეორეს გონია რომ რატომ კაცი იქნება უფრო განიწმინდება და შაშტიკი ხდება რომელი და უგულისხმო ხდება ისე მასურის ხელში არის ანუ აი ეს უკიდურესობები მარჯვნივ და მარცხნივ ხო მოთხოვ ადამიანმა ვერ იპოვა გზა ცხოვრებისა კი მოცემული ქონდა მაგრამ არ მოეწონა ხა უჩენია სხვა თავის დამდაბლება უჭერს ადამიანს და ქრისტიანობა რომ დაინდო თავშენი ხო სინდრომში ხოლმე ოდოთიშობელი და ელისაბეთან ხარების შემდეგ და მიიღებს მოწობას რომ მასში უკვე ჩასახული ოფალი გალობას აღავლეს და იქ არის ამიტომ მოხედე სიმრავლე ხევლისათვისასა აი თანდაბლობა ისე რომ შენში არ არის მეობა თი დაჩემება რომ ესე და ამიტომ წინააღმდეგობას უკვე უფალთან მარტივში არ აქვს გესმის სიტყვა და ასრულებ მას და თორე შენი მეობა გირჩევნია თვითონებობა გირჩევნია მაშინ შენ ცვლი უკვე ეს ურწმუნება არის შენ ფორმებს გებულობ სხვა გონე ინფორმაციაზე არს კარგავ განაყოფა ჩვენ ხო შეგვიძლია რომ ჭეშმარიტად თქვათ და აი აღიაროთ რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება არის ერთადერთი რასაც მართლმადიდებლობა ქვია ხო დანარჩენი გამოდის არ ეწყინოს არავის მაგრამ საცხონებელი არ არის ვერ ვგონია რომ ამით ცხონდებიან მაგრამ საცხონებელი მარტო ერთი ჭეშმარიტებაშია ხო მამაძე და სულიწმინდა მართლმადიდებლობაში აი ყველა არსებულ რელიგიაში არის უკიდურესობები არის ასეთი ყოველი ხელშეწყობა თორმის გადვილების და არის გამოცემის მაგალითად ბუდიზმში ხო იქ ნუ დიდ ორი იმართულება ჰინაენა და მაჰაიანა დიდი წრე და ფართო წრე და ვიწრო წრე დიახ სახარებაში ხედავთ უფრო ამბობ არის ვიწრო გზა და ფართო გზა თითქოს მსგავსება არის ხო დიახ იქ შეღავათი ცხოვრება არის ფართო გზა და ეს უფრო კაცი რაღაცა ნორმების დაცვით და მას ხორებს ფართო გზა თვითნებობის გზა არის რაც მინდა იმას ვაკეთებ როგორც მინდა ისე არის ვიწრო გზა არ როგორც მე როგორც უფალი მეუბნება
ეს არსებით განსხვავება ხო? იქოს ორი ზგავს ვიწრო და ფართო იქაც და აქაც. მაგრამ შინაარსი ვიწრო და ფართო სხვა არის. ასევე რელიგიასი თქვათ აი შიიზმი და სუნიზმი არის. იქაც განსხვავდება. ხო? შიიზმი ხოთ ეს იმათი იერარქია, იმამების იერარქია ისაა თავარი და კაცი მოთხოვნა არის. სუნიზმში შეიძლება საერო ხელისუფალი იყოს უპირატესი, აი თქვენ სულთანი მაგალითად და უბრალოდ შეხავდებს ანუ უფრო ისეთი მკაცრი არ არის. თუმცა იქვე არის სუფიზმი, ну, საერთოდ ასტალში გასვლას და თოფასი არის. ხო. და ყველა რელიგიაში არის უფრო კაცრი. იტყოდ ჩვენთან მასალურში არის ბერმონაზური ცხოვრება, არის საერო ცხოვრება. არის ერისკაცი და არის სამგელო პირი. ამაში განსხვავება. რომ ვისაც მეტი აქვს მოცემული, მეტი მოეთხოვება. მაგრამ მეტი გულისხმიერება, მეტი მოთმინება, მეტი მიტევების უნარი, ხო? მეტი ცდომა ღვთის სიტყვისა, მეტად გულისმისყოფა ყოველდღიურად უფალი რას გადავს სენსაციონებლად. რათა დღიზალობაში, რათა შემთხვევებია ხო, სამწუხაროდ თუ სასიხარულო გაჭირება, დაღლა და აი ამაში როგორ გებულობ? ადამიანურად თუ ოცხის ბოძებო და ღვთის ბოძებო საცხოვნად გეძლება. მაშინ დაინახე, მაშინ პური შენი არ შობისა დაინახე. თუ ვერ ასრულებ, მაშინ ცოდვაში ხარ და მომიტევე, მაგრამ ოღონდ შენ მიუტევებ, უფალი გეუბნება. რომ ვითხოვდით რომ ჭეშმარიტ სარწმუნება ადამიანი სიხარულამდე მიყავს. აი გავიხსენეთ 51 ფშალმოს, სადაც მეფე დავითი ცოდვებს ინანიებს და ითხოვს რომ გულის ნაბოდა ჩვენ სულში გამეხოსა. მოიცე სიხარული მაცხოვრებლის შენისა. აი სიხარული მაცხოვრებლის შენისა თანაზიარება უფალთან არის. უფალი სიყვარულია, უფალი ნათელია. და ანუ სადაც სიყვარული და ნათელი იქ სიხარულია. და აი ამ სიხარული მაცხოვრებლის შენისა მომაჭმე. მაგრამ პირობა გულიწმე გასწრაფელი და მანამდე სინანული არის. ანუ ლოგიკური თანმიმდევრობა არის ამ სულიერ ზრდაში და მოღვაწეობაში. კონმოფება. აი დღევანდელ დღესაც მრევლი დადის ტაძარში არ ეზიარებიან, წირვა-ლოცვას ესწრებიან, ან საერთოდ წირვას ესწრებიან, ლოცვას არ ესწრებიან და ისინი თანაზიარი ხომ ვერ ხდებიან ღმერთთან. და ამ ხალხს სიხარულს, აი თანაზიარობა უფალთან, მისი სისხლის და ხორცს იღებ და თანაზიარი ხდები და ამას ტოვებენ. და ამაზე წუხილიც არ აქვს მეუფე. აი რა სიტყვებით ამასთან დაკავშირებით? და თქვა. მეცოდება ადამიანები. მაგრამ ერთ ამისით რომ უფალი ყველგან არის და ყოველს აღავსებს და უფალი ზუნავს ყველასათვის ზუნავს. რატომ შესაძლებელია რომ ამ ადამიანს თუ არის აი გულწრფელი გამიხვალე ჩემსა და ხათა აი გულწრფელობის მომენტში შეიძლება მას მიეცეს რათა ღვთისაგან შეზევნა წყალობა, სითბო, სიხარული და აი იგრძნობს ღვთის მადლის მოქმედებას. მაშინ უნდა რომ აი ეს მინდა მე. და მაგრამ ამისთვის უნდა იღვაწო. რომ უფალი ყველასა ზრუნავს, მაგრამ ყველა ვერ გზობს ამ ზრუნვას და ზრუნვაზე შესაძლოა პასუხს არ იძლევა. გავახართ უფალი. თან მეუფე ხომ არის როცა მოციქულებს უშვებს საკადაგებლად ეუნება იქადაგეთ სახარება იქადაგეთ ვინც იწამოს და ვინც ესე იცხოვროს ის ცხოვრდეს და ვინც არა დაისაჯოს ამას ხო ღმერთი ამბობს ზოგი იტყვის აი სად არის ეს აი რატო თუ არ ვეზიარებიან თუ არ დავდივარ რატო უნდა დავისაჯო დასჯა არის უფალთან ერთობაში არის თავის დასჯა და აი
შიშიხთვის როგორია რომ მე გვაშემს არა შიშიხთვის რომ არ დავკარგო უფალი ეს და უფლის გარშე არ დავრჩა ეს არის და რა შემთხვევაში როცა შეცოდა და შიშიფლისა შეიძლება ხდება ცოდა და არ და გენაღლება მაგრამ შიშიფლისა კიდევ მეორე ხარი თუ ასპექტი რომ შენ უკვე შეიცანი განიცადე და გინდა რომ ეს გაგრძელდეს სიცხვის მართვაზე ყოველდღიურად ეს კონდეს და მაშინ ვცდილობ რომ ყველაფერი თუ შეინარჩუნოს აი ეს არის სიყვარულს თითქოს არ მოაკლდე მის სიტყვას არ მოაკლდე მის ნაცვლს არ მოაკლდე მის სიხარულს არ მოაკლდე და ეს შენში აძლიერებს სინანოს განსაზღვრა ცოტა და თუ ვიც ვერ ხდება რომ უფალ შორდება ის მძიმედ არის თუმცა შეგონი ფიზიკურად მხარეა ვერ ხდება სად არის და მონანული ადამიანი იქით აი ეს მოშიშება მეტია და ამიტომ ცხოვრობს და ერთ-ერთ ლოცვაში რასაც კითხულობ მოდვარი წირვის დროს სიტყვები უფალთან მიმართებაში და მისცემს ერთი ადამიანს მედრებელს მისცემს სიბნისა და გულისის ყოფასა ანუ მედრებელი თუ ხარ თუ დამკითხელი ხარ მედრებელი არა ხარ შენ შეასრულე მაგრამ და ინტერპრეტ დაიკითხე მედრებელი არა ხარ მედრებელობა ესეთ შენ დამოკიდე უფალ თუნერთებაში განვიფება ხა რეკლამის დროა და შემდეგ გავაგზავნოთ გადაცემა. რეკლამა აუცილებელი. რეკლამის ბიზნესი არ არის. ოცდასამივნის ქუთაისში პირველად დათო კენჭიაშვილის სოლო კონცერტი ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში 23 ივნის საღამოს 8 საათზე გელოდებით ქართული ეთნომუსიკის ზეიმზე გრძელდება ჩვენი გადაცემა თქვენი მეუფება მეუფე რა მინდა რომ ეხა შაბათს იყო იოან ათლიფცემის თავის მესამე პოვნის დღე ხო და თან მიცვალებულთა ხსენება იყო და ეს ყოველთვის უძრავია და ასე უბრალოდ დაემთხვა სულთოფენოს წინადღე არის ხო საერთოდ იზრაელში
ეკლესიაში 7-ჯერ სრულდება ეს საყოველთაო ესეთი დიდი პანაშვიდი. და დიდ მარხვაში არის, მეორე, მესამე, ოთხე კვირას არის, დიდ მარხვის დაწყებამდე არის, ხორცილ შაბათს არის, ეს 4 არის, შემდეგ ადგომის შემდეგ კვირა ცხოვრების სამშაბათს მეხუთე არის. აი მე-6 ეს არის და მე-7 შემოდგომაზე არის კიდევ. ეგეთო დიმიტრი შაბათს ვუწოდებ. აი ეს ბოლო რაც სულთნის წინა შაბათ დღეს დიდი პანაშვიდი სრულდება. ჩვენი მაკავშირებელი ჩვენგან ამ ქვეყნიდან დასრულებთან, ჩვენ ახლობლთან, ნათესავებთან, წინაპრებთან, თუნდაც მეგობრებთან, ან ოჯახისებრებთან ღვთისმადლით ხდება. რომ თუ შენ თქვენ ცხოვრობ და დიასაღოს როდესაც აღავლე, ტიროლოცას დადიხარ, იხსენებ ტიროლში, აი სეფსკესოს შეაგზავნი და სახელის მოიხსენებ. ეს ყველაფერი მაკავშირებელია ამ ქვეყნის ზეცასთან და ცოცხლების მიცვალებულთან. მაგრამ ეს კავშირი ხუთის მადლით შესაძლებელი არის. იმიტომ ამდენად ჩვენ ცხოვრობ და ღვთისმადლით ცხოვრობ და მოცულ და ბედებელნი ვარ ის წინაშე ჩვენ წიაღის მოშორებისას. იმდენ გვეძლევა და ამ განსაკუთრებით რომ მოფენობის წინა დღეს როცა ჩვენ ვემზადებით უკვე ეს გვეძლევა განსაკუთრებული შესაძლებლობა ჩვენი გარდაცვლების ამ დასრულების მოსახსენებლად. განმეფება ამასთან დაკავშირებით შეკითხვებია და შეიძლება რომ დაგისვათ. აი საკურთხობა ყოველთვის აუცილებელია რომ საკურთხით გაკეთდეს მიცვალებულთა ხსენების დღეს? საკურთხთან დაკავშირებით. საკურთხი მნიშვნელობა მაშია რომ შენ ნიფციერს რაღაცას მიწის ნაყოფს ეს ვთქვათ. ეს სცენარიული იქნება თუნდაც აი ხორცილ შაბათს ხომ ერთადერთი როცა ეს ხდება ცხიმიანი შესაძლებელი ხდება. ეს ისე რომ ჩვენ აი ამ ნივთიერის გასულიერება გვინდა, მის კურთხევა გვინდა. ეს ძღვენი მაკავშირებელი ჩვენსა და მათ შორის. ხილს და ხილს შორის. ზეცასთან ქვეყანას შორის. და ამდენად არაფრის რაოდენობას შეიძლება პური და ღვინო იყოს მარტო. ხოდიში მე ცხვარი უნდა იყოს, ბანდამაიც ზოგმაიც ის ცხვარი ხო უნდა იყოს. მე თუ გინდა იყოს კი, მაგრამ მეთქი პური და ღვინო უკვე საკმარისია. ზეთი შეიძლება. ხარშული ხორბალი. ხორბალი ხო კოლიო უწოდებ ჩვენ. შეიძლება ხილპოსტეული იყოს, შეიძლება სხვა რა, შეიძლება ხორციანიც იყოს. მოსარაკო, მაგრამ რასაც აკეთებ, წვენი და სიხარული და სიყვარულით უნდა აკეთებდა. აი მაშინ ფოიქნება. რწმენითაც და აი ამ სიყვარულით ვის მიმართაც აავლენ ლოცვას. და ეკლესია აკავშირებს შენ აი ამ შემოტილობას, შენ ღვაწ შრომას, შენ მედრებას, ლოცვას, ხო? აკავშირებს ესასთან. მე ვფე თუ საკურთხი გაამზადა და სახლში აქ და ეკლესიაში არ წამოიღებს რომ იქ ურთხოს და იქ და გარკვეული ნაწილი შეწიროს უპოვართათვის და ვისაც უნდა ხო ამას კი შეიძლება შეწიროს ესე მაგრამ თუ ესე ვინა შეწირო კარგია მაგრამ უკეთესია რომ შენ აკურთხებინო მოახსენებინო ეკლესიაში და მე გაიცი უკვე ნაკურთხი მიეცი მაშინ. ხო, აი მაგას გულისხმობ მე. არა, ასე უბრალოდ ნივთესადლე.
და სულიერსაც უმატებ. არა, ზოგადად სახში დაждდება თვითონ გააკეთებს უკმებს და მიიღებს და ჩათვლის, რომ ეს უკვე ყველაფერი აღსრულებულია. პანაშუცაც არ უზგეთებს. თვითონ თავის მაგულს რომ გონია, კი მაგრამ და მაშინ სადაა მის რწმენა? არის კიდე ასეთი, აი მაგალითად ადამიანს როცა ახლოვდება წირვა-ლოცვა, შაბათს და მიცვალებულების მსახურება, როცა გარდაცვლილები ეს იზმრება, ამას როგორ უნდა ახსნათ ეგ რა მნიშვნელობა აქვს? ნუ საერთოდ სიზმრის ბუნება რთულია. ყველა სიზმარი მისაღები კი არ არის. მაგრამ ხანდახან ასე ეუწყება ადამიანს სიზმრის საშუალებით. ხან არის ხან მაცтуრის სიზმარია, ხან აფრის მომტანი არეული სიზმარია, ხან სიზმარიც არ იყოს ვერც ნახო. მაგრამ ავტომობილი ეს რთულია ბუნება სიზმრისა. არის ესეთი კონკრეტული პიროვნების მიმართ შეიძლება იყოს ნიასამეწეული. ასე ეუწყოს რომ ის თავის წინაპრისის არ ზუნავს, არ ლოცულობს. თქოს ითხოვს ის შენგან ამ ლოცვას. ან გაფრთხილს რა სასტური გასასწრებში მოიმზ და გახდეს მოიმზადი ამისთვის შეიძლება და სახის არის. აიტო ესე ცალსახად ამის თქვა შეიძლება. უბრალოდ ყოველთვის ნაყოფით განსაჯირო შენ თუ უწყება იყუტიას და მე აღშულდება რაც ხო მაშინ როგორიც მაყავრო უფალშეთი ზრუნავ და გაფრთხილებ და შენ არ მიიღე არ გაითვალისწინებ ხო ეხლა მიიღე და ეხლა მან შეინანე ან მადლობა შეტირე ხო კიდე ერთი კითხვა არის როგორ უყურებს ეკლესია გლოვის ტანისაცმლის დიდხნის ტარებას არა არ არის ეს მიღებული ну არის პირველ დღეები დაგრძელვამდე ზოგი 40-მდე ზოგი წლის თავამდე ატარებს ზოგი თელი ცხოვრება აი თელი ცხოვრება არ არის იმიტომ რომ ეს შენ გლოვობ სადაც შენერწმენა თუ კი შენ ითხოვდი მისის ცოდეს მიტევებას თუ საკუთს აკეთებდი თუ წიროში ხსენებდი თუ პანოში ციხდიდი და შენ თან ეგრე ცხოვრობდი ანუ უფალი შენ ლოცავედებას ძალასაძებს მადლს აძლევს მისაღები იყოს იმისთვის მაკავშირებელი შენ ისეთ ლოცულობ და თუ შენ ეს ამას არ აკეთებ მაშინ არც კავშირი არ გაქვს წმენაც არ ჩანს მისი დიახ წმენა საქმე და კონკრეტულად ეს რა საქმე არის ესეთობაშია თუ ის გჯერა რომ უფალთან არის და კარგად არის ჩვენ მაშინ რატო უგლოვობთ ხო აი მე რა ვიცი არა როცა ყველაფერს უკეთებ ეკლესიურად და იმედიც ხო გვაქვს და უფალიც ხო გვაქვს და მაშინ რაღაც გლოვობ ხო ამის თქმა მინდა მართალია კი თუ წამს მაშინ ციდო ღვთისაში არანაირ დავიწყებდა დაკარგული დიახ შენ ზრუნავ ისის უფალი მანამდე უზრუნავს და მაგრამ შენ ზრუნავ პირველში შენ შეთავზე ზრუნავს შენ თვითონ რომ ეძებ კავშირს უფალთან და პატივი მიაგო დასრულებს შენახლობლებს და შენ თვითონ სასიკეთო ეს და თქვენ ამბობ კიდე აი თქვენ რომ ზოგი ამბობს 7 წირვა არის საკმარისი ზოგი 40-მდე უნდა წირვა და საერთოდ მერედაც ყოველ შაბათ შეგვიძლია რომ მიცვალებული მოიხსენიო. აი თქვენ რას ეტყოდით აი რა არის აუცილებელი მიცვალებულისთვის, მიცვალებული სულისთვის? რა უნდა გააკეთოს? რამდენი წირვა უნდა დაუყენოს? ნუ ყველაზე მნიშვნელოვანი არის წირვაში მოხსენება. შეაგზავნის და მის სახელებს აი მოსახსენებლებს ხო? დიახ. ნაწილს აიღებს ეს ნაწილები ყველა მე ბარძიმს ჩასვენდება. ბარძიმს სადაც უყარი სულწის მადლით და ღვთის მადლით ნაკურთხი არის
ღვინო იკურთხა ქრისტეს სისხლად. და რას ნიშნავს ეს? ჯერ ტარიგის ნაწილი ჩაეცვენება. ანუ სულის და სხეულის ერთობა. უფალი ხორცად მოვიდა ქვეყანაზე და მაგრამ ეს ხორცის განხთობა მოხდა აღდგომით და მე ამაღლება. აი ეს ბოლოს ეს ნაწილები, თუმცა მოხსენებული სახელები ჩაესვენება იქ, ანუ მოხსენება სასופველში ხდება. დიახ. იქ პირდაპირ ლოცვას ამბობს დელი, თუმცა ჩაბრძანებს ამ ნაწილებს ხოლმე პატიმში, ხო? მიუტე ცოდნა ამათი აქ მოხსენებულთანი. შესახორცო შეიძლება. და თქვენ მეფობ კიდე რამე ერთი არის ასეთი, როცა წირვის დროს ლაპარაკობენ, რამდენად დიდი ცოდვაა ეს. უბრალოდ იმათვის ვის ლაპარაკობს. უფრო მნიშვნელოვანი რაღაცა თურმე ყოფილა, ვიდრე ეს წირვა, ისეც მოხვეწა დარში. სახში ყოფილი ლაპარაკა. მეზობელთან სახში გადასულიყავი ან ეზოში ლაპარაკედა. ეს ცუდი მაჩვენებელია. სულ მდგომარეობას რომ სვეტი არ მოვიდა, ვიღაცის სანახავად მოვიდა, თავის საჩვენებად მოვიდა, და მოიკითხოს, ამან მოიკითხოსნე, სალაპარაკოდ მოდია. ეს უდიდესი მდგომარეობა ადამიანის, რაცა არც ისის მოვიდა ეკლესიაში. ლაპარაკს ყველა შეიძლება და მობილურები აქვს და ტელეფონები აქვს და გადაუდახო მეზობლის გადმოძახო ლაპარაკო ქუჩაში გადის. ესე იგი მათ არ რწმენათ არ აქვს და არც უფლის გიძიება არ არის. ანუ უფლისწინში საკუთარ თავს ვერ ხედავენ. ეს წარმოაჩენს საუბარი რაღაც წარმოაჩენს თემებზე უფრო მნიშვნელოვანი აი ახლა უნდა თუ რას გაიგებენ ანუ რა მიეცემოთ მათ. და ანუ პირველში საკუთარ თავის მიმართ ჩანდეცოდოს და მე ხელს უშლიეს ხებს. იმასაც გონება ფანტება ხა ყველა ესე ძლიერი ხოლმე ლოცვაში რომ არ ესმოს არაფერი ამ ქვეყნისა უფალთან უშუალოდ ეს იშვიათია და უნდა იმას რომ ცოტა გონება მოიკრიბოს ლოცვას და ამბობს ესმის ეს ლაპარაკი შეიძლება სიტყვით გაიგონო თემაც მიხვდა და განკითხვა შეიძლება ჩავარდეს ადოს ეს არის საუბარი. აქ ეს ჩვენი სულიერი კულტურობა არის ესე ვთქვათ. დიახ, მეუფე. თქვენ მეუფება ჩვენი გადაცემას დასასრულს მივახლოვდა და ბოლო ერთი ის კითხვა მექნება, აი ერთ კვირაში იწყება პეტრე პავლოვის მარხვა. აი როგორ უნდა დაიცვან ეს თევზით არის ხსნილი ხო ეს? ნუ შაბათ კვირას კი შეღავათი არის შაბათ კვირას მაგრამ თუ აღმოჩნდა რომ სრულად მიხედი და ეს თევზი შეიძლება მიიღო კიდევაც. და თევზი მაინც უფრო მარხვის დროს არის დაშვებული. აი მიზების მარხვა ხო ორი კვირიანი მარხვა თევზი მაგრამ ფერცვალებას თევზი ხსნილია. შობის მარხვაში შაბათ კვირას თევზი ხსნილია. მაგრამ თუ რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა შეიძლება სადაგდესეთ, მაგრამ არა უცხოდ პარასკევს, არა სხვა დღეებში. თავის რაგები არის რა როდის შეიძლება მიიღო. ისე რომ თავარი როგორ მიიღებ. და მუცუებს რომ სის და ხორცი სასწრაფოდ არ იყიდებსო. არა დამოკიდებულება. ჯამშოფლის ჯამსო თუ თავის დაყრდნობისათვის ჯამსო. მუსაკიჩობა. დამოკიდებული ადამიანის როგორია. გასაგებია მეუფე, თქვენ მადლობა რომ მობრძანდით, გაგვახარეთ. სამი კვირა 4 არ ყოფილი გარდა მეუფე. 4 რა. და მადლობა რომ მობრძანდით, გაგვახარეთ თქვენი მობრძანებით მეუფე. დავემშვიდობო ჩვენ ტელემაყურებლებს და მომავალ შეხვედრამდე
გემშვიდობებით, ტრადიционულ დემოკრატიულ მომავალ შეხვედრამდე.